დღეს პარლამენტში დებატებიც იყო მაია ფანჯიკიძე კმაყოფილია იმ ოპონირებით, რაც მას ოპოზიციამ გაუწია. მიუხედავად იმისა, რომ დებატებისას არაკორექტული სიტყვების ისმოდა. საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ოპოზიციამ მოირგო თავისი როლი და ეს საქმეს მხოლოდ წაადგება. დებატები ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში გაიმართა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო გიორგი ბარამიძე დაუპირისპირდა. გიორგი ბარამიძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მინისტრობის კანდიდატის ის შეფასება, რომლის მიხედვითაც საქართველო რუსეთთან ძალიან ბევრ დათმობაზე წავიდა. სანაცვლოდ კი პროპორციული შედეგი არ მიუღია. რუსეთს აქვს უკვე უვიზო მიმოსვლა ბიზნესის კეთებისთვის იდეალური პირობები და ფლობს ყველა სტრატეგიულ ობიექტს. ფიქრობ, რომ მიღებული შედეგი არაპროპორციულია იმისა, რაც რუსეთთან დავთმეთ. განმარტა მაია ფანჯიკიძემ. გიორგი ბარამიძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველო მიიღო ყველაზე მთავარი ბევრი ტურისტი და ინვესტიცია. ბარამიძის ამ შეფასებამ საპარლამენტო უმრავლესობის კრიტიკა გამოიწვია. კამათი მწვავე დებატებში გადაიზარდა. ამ კომიტეტებში იყვნენ ჩვენი ყოფილი კოლეგები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ის თემები, რომლებზედაც იყო საუბარი და ამიტომ ჩვენი განხილვა იყო საკმაოდ მძაფრი დისკუსიის ფონზე. რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, ალბათ ეს ტიპი დამკვიდრდება პარლამენტში და ეს ძალიან კარგია. დასაყურელია იყო კარგული შეკითხვები, ჩვენ განმარტებები გავაკეთეთ, უპასუხეთ ამ შეკითხვებს და საბოლოო ჯამში მე მგონი ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა.